ADHD, ფსიქოპათია, სხეულიდან გასვლის განცდები. ამ საინტერესო ფსიქოემოციურ პროცესებზე უნდა ვისაუბრო ამ ვიდეოში. ყველა ეს ტერმინი თანამედროვე ადამიანისათვის უკვე კარგად ნაცნობია და მათი მატარებელი გარშემომყოფებიც ნელ-ნელა მომრავლდნენ. რა იწვევს მათ და როგორ უნდა გავუმკლავდეთ? ADHD იშიფრება როგორც ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი, რაც ხშირად თვითკონტროლის დარღვევებთან იგივდება. ეს არა უფრო დაავადება, არამედ გარკვეული ფსიქოლოგიური მდგომარეობა, პრობლემაა, რომელთანაც თანაცხოვრება გვიწევს. მართვადია და შესაძლოა ჰარმონიულადაც კი იარსებო მასთან ერთად. ზოგიერთი განსაკუთრებით 30 წლამდე ახალგაზრდა იბრალებს, რომ ADHD აქვს და ამაში ატარებს თავის სიზარმაცეს, მაგალითად. თუმცა, ამ დიაგნოზის დასმა მთელ რიგ კოგნიტურ საკითხებთანაა დაკავშირებული. უმოტივაციობა, უენერგიობა ან უინტერესობა ყოველთვის ADHD-ის ტარებას არ ნიშნავს. ამიტომ, სანამ თქვენი თან Google-ით ან კიდევ AI-სთან დიალოგით დაიცვამდეთ დიაგნოზს, მაინც ფსიქიატრს ეჩვენეთ. დაიკეთეთ ზოგადი ანალიზები. იქნებ საქმე სხვა რამესთან, უფრო ფიზიკურ პრობლემებთან იყოს. კარგი, მოვრჩეთ რჩევებს. ახლა უშუალოდ ამ სინდრომზე ვილაპარაკებ. ახალი მასშტაბური კვლევა ამ დიაგნოზის სანდოობასა და მის სამეცნიერო საფუძვლიანობას ეჭქვეშ აყენებს. კოპენჰაგენისა და სან-პაულოს უნივერსიტეტების მკვლევრებმა ADHD-ის მკურნალობის შესახებ 300-მდე მაღალი დონის კლინიკური კვლევა გაანალიზეს. აღმოჩნდა, რომ ამ კვლევების მონაწილეების ნახევარს სრულფასოვანი დიაგნოსტიკური შეფასება არც კი ჩასტარებიათ. დიაგნოზების უმეტესობა ხარვეზიანი იყო და როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, არაპროფესიონალურად დასმული იყო. ბევრ შემთხვევაში ADHD-ის დიაგნოზი ბიპოლარულ აშლილობასა და დეპრესიაში იყო არეული, რის გამოც შესაძლოა ბევრი ადამიანის მკურნალობის სტრატეგია არასწორად წარიმართა. ზოგიერთ ვარიანტში დადგინდა, რომ დიაგნოსტიკა უბრალო კომპიუტერული ტესტით ხდებოდა და ყველაზე უფრო შემაშფოთებელი ის ფაქტი იყო, რომ კვლევების 61%-ში არ იყო მითითებული თუ ვინ ან როგორ დაუდგინა პაციენტს ADHD-ის დიაგნოზი. მრავალი კლინიკური კვლევის შეფასებისას გამოიკვეთა, რომ სამედიცინო შემოწმება იმ ადამიანების მიერ ჩატარდა, რომლებსაც შესაბამისი მომზადება და საკმარისი კვალიფიკაცია არ ჰქონიათ. ADHD ტრადიციულად ბავშვებში დგინდება ხოლმე, რადგან უფროსებში მისი შემჩნევა ბევრად უფრო რთულია. ბავშვებთან სიმპტომები შედარებით თვალსაჩინოა, მაგალითად მოუსვენრობა, ყურადღების გაფანტვა, იმპულსური ქცევები, ხოლო უფროსებში ეს სიმპტომები ხშირად გარემოებებს ბრალდება და მათი უბრალო გადაღრილობისგან გარჩევა რთულია. ADHD-სა და სხვა ფსიქიკური პრობლემების სიმპტომები ხშირად მსგავსია, ამიტომ გამოუცდელი და არაპროფესიული შეფასების შემთხვევაში შესაძლოა იგი შფოთვაში, დეპრესიასა და სხვა სერიოზულ სირთულეებში აგვერიოს. ADHD-ის გამოსავლენად საჭიროა დეტალური სპეციალისტის მიერ ჩატარებული დიაგნოსტიკა, ამბობენ სპეციალისტები. ახლა მოდი გავარჩიოთ, რა იგულისხმება ამ ტერმინის უკან. თვითკონტროლი არის საკუთარი იმპულსების, ემოციების და ქცევების მართვის უნარი გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად. ეს ის უნარია, რაც განასხვავებს ადამიანს სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან. თვითკონტროლი არის დაგეგმვის, პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ეს თანდაყოლილი უნარია და მისი არ ქონა და განუვითარებლობა ქმნის მთავარ სირთულეს ADHD-ის დროს. ამიტომ რთული ამ მდგომარეობის მართვა და სწორედ ეს განაპირობებს იმ სირთულეებს, რასაც სოციალური უნარების ჩამოუყალიბებლობა, მეგობრების არყოლა, აკადემიური მოძღვრების და ემოციების რეგულირების პრობლემები ჰქვია. განსხვავება ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვსა და მხოლოდ ჰიპერაქტიურ ბავშვს შორის არის ის, რომ ჰიპერაქტიურობა უნდა იყოს ძალიან ინტენსიური, შემაწუხებელი და მწვავედ გამოხატული. ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის ნიშნები აუცილებელია ვლინდებოდეს მინიმუმ 2 სხვადასხვა სოციალურ გარემოში, მაგალითად სახლსა და სკოლაში. მხოლოდ ერთ სოციალურ გარემოში არსებული პრობლემის შემთხვევაში აღნიშნულ სინდრომზე არ ვსაუბრობთ. ADHD-ის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახლავთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, რამდენიმე საფეხურიან დავალებებში ბოლომდე გასვლა. ADHD-ის მახასიათებელი სიმპტომებია გეგმის ან დავალების არათანმიმდევრული შესრულება, ან მიტოვება, გამოკვეთილი გულმავიწყობა, ნივთების კარგვა, უდიერი დამოკიდებულება, აუხსნელი მოუსვენრობა,
თმელის უუნარობა, ბევრი ლაპარაკი ან არასაჭირო დუმილი და ასე შემდეგ. როგორ ვმართოთ ADHD? არსებობს მართვის სამი გზა. პირველი, მედიკამენტური თერაპია, რაც გულისხმობს სტიმულანტების გამოყენებას, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ყურადღების კონცენტრირება და მშვიდად ყოფნა, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ გვერდითი ეფექტების განვითარების საფრთხეც. მეორე, არამედიკამენტური თერაპია, რაც იყენებს behavioral იგივე ქცევით ტექნიკებს. მესამე, კომბინირებული მიდგომა, მედიკამენტური და ქცევითი თერაპია. თუ ADHD-ის მკურნალობის სტანდარტები სწორედ ასეთი ხარვეზიანი კვლევების შედეგებით დგინდება, დავსვამ კითხვას, თუ კვლევის ბაზა არასანდოა, როგორ შეგვიძლია რეკომენდაციების ნდობა? ჩემი აზრით და ამ კვლევის ავტორთა დასკვნითაც პრინციპში, იმ პირობებში, როცა ADHD-ის შემთხვევები დღითი დღე იზრდება, საჭიროა უკიდურესი სიფრთხილის გამოჩენა და მყარ სამეცნიერო საფუძველზე დაყრდნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ არაეფექტური მკურნალობითა და არასწორი დიაგნოზით უამრავი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნით. და გვახსოვდეს, პრობლემას არა მოვლენა, არამედ ამ მოვლენისადმი ჩვენი დამოკიდებულება, რეაქცია ქმნის. ფსიქოპათია. დღეს ბევრი ადამიანი ჩვენს ირგვლივ ამ ტერმინის მახასიათებელ ნიშნებს მრავლად ატარებს და ავლენს კიდეც. გარემო პოლიტიკურ-სოციალური პირობები და განცდილი ტრავმები ადამიანთა ნაწილს ფსიქოპათებად აყალიბებს. ეს თვისებებია: უგულობა, სხვებით მანიპულირება, ქედმაღლობა, ფეთქებადი ხასიათი. ფსიქოპათები ვერ ამყარებენ ძლიერ ემოციურ კავშირებს სხვებთან და არ განიცდიან ემპათიას, დანაშაულის გრძნობასა და სინდისის ქენჯნას. მრავლადაა ცნობილი პიროვნული თვისებების ნაკრები, რომლებიც კარგად ახასიათებენ ფსიქოპათს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ფსიქოპათიისა არის როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ემოციების სიღარიბე, არ ქონა. ფსიქოპათ ადამიანებს არ აქვთ სირცხვილის გრძნობა. ისინი ზედაპირულად მომხიბვლელები არიან და მანიპულირებენ სხვებით, რათა მიიღონ სარგებელი. ნეგატიური ემოციების, განსაკუთრებით კი შფოთვის ნაკლებობა შეუძლებელს ხდის ფსიქოპათებისთვის ისწავლონ თავიანთ შეცდომებზე დაყრდნობით. ხოლო პოზიტიური ემოციების ნაკლებობა მათში იწვევს უპასუხისმგებლო ქცევებს სხვების მიმართ. ცნობილია ფსიქოპათის ანტისოციალური ქცევა, როგორც არაადეკვატურად მოტივირებული. ისინი ასე იქცევიან არა რაიმე მატერიალური სარგებლისთვის, მაგალითად ფულისთვის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნების, მღელვარების შეგრძნებისთვის. ფსიქოპათია რთული საკითხია, რადგან მასთან დაკავშირებული მრავალი ინფორმაცია არასწორ და ან მოძველებულ წარმოდგენებს ეფუძნება. ის მოქმედ ფსიქიატრიულ სახელმძღვანელოებში დამოუკიდებელ დიაგნოზად არ მოიხსენიება. ტერმინს უფრო ხშირად პიროვნების გარკვეული თავისებურებებისა და ქცევების აღსანიშნავად იყენებენ. მაგალითად, ემოციების დეფიციტი, მანიპულატორობა, იმპულსურობა, სინანულის ნაკლებობა, ზედაპირული შარმი და ქრონიკული ასოციალური ქცევა. ფსიქოპათიის ნიშნების ქონა არ ნიშნავს, რომ ადამიანი ბოროტია. მიუხედავად ამისა, ამ თავისებურებების მაღალი დონე ნამდვილად შეიძლება, რომ ძალადობრივი ქცევის ტენდენციაზე მიანიშნებდეს. ასევე, ასეთი ადამიანები დანაშაულს უფრო ხშირად სჩადიან. რისკი კი, რომ ეს ქცევა ისევ განმეორდეს, საკმაოდ მაღალია. ეს საზოგადოებისათვის სერიოზული ტვირთია. რამდენადაც ფსიქოპათიის ნიშნების მქონე ადამიანების გამოვლენა საჭირო, იმდენად მათთვის მკურნალობის სწორი გზების პოვნა. ფსიქოპათია დიდი ხანია ასოცირდება მკვლელებთან, ცნობილ კრიმინალებთან და კრიმინალურ ისტორიებთან, რომლებზეც ბევრი დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმი არსებობს, ასევე ლიტერატურული ნაწარმოები. მეცნიერები ამ ფენომენს აქტიურად სწავლობენ. ფსიქოპათია სხვადასხვა დონის არსებობს. ეს მახასიათებლები შეიძლება არა ფსიქოპათ ადამიანსაც ჰქონდეს. ამიტომ მსგავსი დიაგნოზის დასაცმელად საჭიროა პირს კონკრეტული თვისებები მწვავედ აღინიშნებოდეს. როგორც წესი, ადამიანები, რომლებსაც მსგავსი თვისებები აქტიურად აღენიშნებათ, ტკივილისადმი უფრო ამტანები არიან. მეტიც, ეს ჩვეულებრივ აისახება მათ ფიზიოლოგიაზე. მაგალითად, 2022 წელს ჩატარებულ კვლევაში იმ ადამიანებს, რომლებსაც ფსიქოპათიური თვისებები უფრო მეტად ჰქონდათ გამოხატული, ტკივილის აღქმისას ტვინში უფრო დაბალი აქტივობა აღენიშნებოდათ. ფსიქოპათიის მაღალი მაჩვენებლის მქონე ადამიანებს სუბიექტურად ნაკლებად მძიმედ ეჩვენებოდათ ტკივილი. თუმცა მათი სხეულის ფიზიოლოგიური პასუხი იგივე იყო, რაც დანარჩენების. ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ისინი სხვაგვარად ამუშავებენ ტკივილს, მაგრამ მათი სხეული მაინც რეაგირებს მასზე.
რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ფსიქოპათიის მქონე ადამიანები ტკივილს განსხვავებულად აღიქვამენ. შესაძლოა ეს ხსნის, თუ რატომ უკავშირდება ფსიქოპათია უფრო დიდ რისკს და სხვების მიმართ ძალადობის ან აგრესიის მომატებულ დონეს. ფსიქოპათები არ განიცდიან ტკივილს, ისევე როგორც სხვა ადამიანები. ჩვეულებრივ, ფსიქოპათია დაკავშირებულია ფიზიოლოგიური რეაქციების დაბალ დონესთან სახიფათო სიტუაციებში, რადგან ისინი არ აკავშირებს ტკივილს შიშთან ან შესაბამის სასჯელთან. ფსიქოპათური თვისებები სულაც არ ნიშნავს, რომ სერიული მკვლელი გახდებით. ბოლოდროინდელმა კვლევებმა, მათ შორის 2022 წლის კვლევამ, აჩვენა, რომ ფსიქოპათიური თვისებები შეიძლება იყოს დადებითი და დაეხმაროს ადამიანებს ემოციების დარეგულირებაში. მაგალითად, ქირურგებსა და სხვა მედიკოსებში ფსიქოპათიური თვისებების სიჭარბე შეინიშნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტრესის დაძლევაა საჭირო. ალბათ სწორედ ეს არის ის, რაც ექიმებს ზოგ შემთხვევაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, კონკრეტულად ოპერაციისას სწრაფი და რთული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს. ახალ კვლევაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის მკვლევრებმა თანამედროვე სკანირების ტექნოლოგიებით ფსიქოპათიის მაღალი მაჩვენებლების მქონე პირების ტვინის სტრუქტურული ცვლილებები შეისწავლეს. მათ ივარაუდეს, რომ ეს თვისებები შეიძლება გარკვეულ უბნებს უკავშირდებოდეს. სწორედ ამიტომ მათ ნეიროსკანირება და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ტვინის რუკა გამოიყენეს. ფსიქოპათიის მაღალი ნიშნების მქონე პირებს ტვინის საშუალოდ 1.45%-ით ნაკლები მოცულობა აღენიშნებოდათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სხვაობა ჰიპოკამპუსის მარჯვენა სუბიკულუმში, წინა სინგულატურ და ინსულარულ ქერქში დაფიქსირდა. ისინი ტვინის ის რეგიონებია, რომლებიც პიროვნების ჩამოყალიბებაში, ემოციებისა და იმპულსების მართვაში მონაწილეობს. ფსიქოპათიისას არ არის დამახასიათებელი ფსიქიკური დაავადებების დროს არსებული ნიშნები. ჰალუცინაციები, ბოდვა, ცნობიერების შეცვლა. ანუ, როგორც ერთ-ერთმა ფსიქიატრმა ჩამოაყალიბა, ფსიქოპათი არის პიროვნება, რომელიც თავისი არანორმალური ქცევით ტანჯავს სხვებს და საკუთარ თავსაც. ანუ, ეს მდგომარეობა შეიძლება ჩაითვალოს მოსაზღვრე მდგომარეობად ნორმასა და დაავადებას შორის. შეიძლება ჩაითვალოს აღზრდის დეფექტად და ხასიათების თავისებურებად. იგი ძნელად ეგუება გარემოს, საზოგადოებასთან იმყოფება მუდმივ კონფლიქტში. პიროვნება შეიძლება იყოს განათლებულიც. არავითარი დეფექტი გონების სფეროში არ ჰქონდეს, თუმცა ერთ სამსახურში ხანგრძლივად გაჩერება უჭირთ. მათ უჭირთ ახალი სიტუაციისადმი შეგუება, ცხოვრების ჩვეული რითმისა და გარემოცვის შეცვლა. შფოთვა ფსიქასთენიკის მუდმივი თანამგზავრია. საკუთარი არასრულფასოვნების განცდის კომპენსაციას ახდენენ ოცნებებსა და ფანტაზიებში. ამ კვლევით მეცნიერების ამ ჯგუფმა დაადგინა, რომ ფსიქოპათია ტვინის ფიზიკურ დარღვევებთანაცაა დაკავშირებული. ასევე მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ასეთი აშლილობა უფრო ხშირია ახალგაზრდებში, ვიდრე ასაკოვან ადამიანებში. ვუფრთხილდეთ ფსიქოპათებს, მაგრამ ასევე ვეცადოთ დავეხმაროთ მათ, თუ ახლობელი და საყვარელი ადამიანია. ADHD-სა და ფსიქოპათიის საკითხის გარდა კიდევ ერთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მინდა გიამბოთ. მოკლედ, რა იწვევს განცდას, როცა თითქოს საკუთარი სხეულიდან გავდივართ და მას ზემოდან ვუყურებთ. მეცნიერებმა სხეულიდან გასვლის განცდის OBE-ის უცნაური ფენომენი შეისწავლეს. ამ დროს გვგონია, რომ საკუთარ სხეულს გარედან ვაკვირდებით. მათ ამ გამოცდილების მქონე ადამიანების მახასიათებლებში მსგავსებები იპოვეს. გამოკითხვებით დადგინდა, რომ ასეთი გამოცდილება მოსახლეობის დაახლოებით 10-20%-ს ჰქონია. ამის მიუხედავად OBE-ის ხასიათი და გავლენა ინდივიდუალურია. სხეულიდან გასვლის გამოცდილება სხვადასხვაგვარად ვლინდება. თითოეული ადამიანი უნიკალურ გრძნობებსა და გარემოებებს აღწერს. ამის გამომწვევი მიზეზებიც განსხვავებულია, წერენ კვლევის ავტორები. თითქოს თვითმფრინავიდან ვიყურები, ჩემს თავს დაახლოებით 1.5 მეტრის სიმაღლიდან ვხედავ. ქვემოთ ჩემი სხეულია, მე კი მასში აღარ ვარ. ჩემი ის ნაწილი, რომელიც ზემოთაა, უცნაურია. თითქოს ჰაერივით ვარ. აღწერს ერთ-ერთი ადამიანი. ადრე მეცნიერები სხვადასხვა მიზეზს ასახელებდნენ, მაგალითად ყურის შიდა ნაწილის პრობლემებს, ან ტვინის ვიზუალურ ცენტრში ელექტროდენით სიმულაციის შედეგად გამოწვეულ ეფექტებს. სხეულის გამოსახულების წარმოსახვაში სწორედ ეს ნაწილები მონაწილეობს. შვეიცარიაში ჩატარებულ ნეიროქირურგიულ ოპერაციებზე OB-ის შემთხვევები სწორედ ასეთი სტიმულაციით გამოიწვიეს.
ახალ კვლევაში, რომელსაც დოქტორი მარინა ვაილერი ხელმძღვანელობდა, მონაწილეებად 545 სხვადასხვა წარმომავლობის ზრდასრული შეარჩიეს. მათ კითხეს, ჰქონიათ თუ არა ოდესმე OBE. შემდეგ მათი ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის, ცხოვრების სტილისა და ფსიქიატრიული ისტორიის დეტალები გამოიკვლიეს. OB-ის მქონე პირების 80%-ს ასეთი შემთხვევა 1-დან 4-ჯერ ჰქონია. 74%-ში OB სპონტანურად განვითარდა. 9%-ში კი ფსიქოტროპული ნივთიერებების შემდეგ. 8.2%-ში მედიტაციის ან ვიზუალიზაციის შედეგად, ხოლო 9.7%-ში ჰიპნოზის შემდეგ. კვლევამ აჩვენა, რომ OBE-ის მქონე პირებში დეპრესია და შფოთვა უფრო ხშირია. მათ მონაწილეებს ასევე დისოციაციის სიმპტომების ტესტი ჩაუტარეს. დისოციაცია ცნობიერების დროებითი შეცვლაა, რომლის მიზეზი არ არის თავის ტვინის ორგანული აშლილობა. კლინიკურად მოიცავს მრავალ სინდრომს. ამ დროს ხდება შეგრძნებებსა და სხეულის მოძრაობების კონტროლს შორის ნორმალური კავშირის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა. OBE შესაძლოა ქვეცნობერი თავდაცვითი მექანიზმი იყოს. ის ადამიანს მძიმე რეალობისგან დროებით გაქცევაში, ან საკუთარი გამოცდილების სხვაგვარად დანახვაში ეხმარება. ამ ფენომენზე კვლევები აქტიურად მიმდინარეობს. ბევრი, ვისაც ეს განცდა აქვს, ფიქრობს, რომ OB-ის განცდა სერიოზულ პრობლემებზე მიანიშნებს. ამიტომ ისინი არაფერს ამბობენ ხმამაღლა და ამით ასე ვთქვათ, იტანჯებიან. სამწუხაროდ, ბევრი ფსიქიკური ჯანდაცვის სპეციალისტიც ამ ფენომენს ასე აფასებს. ამ კვლევაში გამოჩნდა, რომ OB-ის მქონე პირებს ზოგადად სუსტი ფსიქიკური ჯანმრთელობა აქვთ და ეს არ არის უბრალოდ ფანტაზია ან სიზმრისეული მდგომარეობა. ეს მიგნება გვიჩვენებს, რომ OB შესაძლოა წარსულ ტრაუმებზე რეაქცია იყოს და არა ფსიქიკური აშლილობის შედეგი. მოკლედ, იმედი მაქვს საინტერესო საკითხებზე გესაუბრეთ. კიდევ არაერთ ვიდეოს მოვამზადებ სხვადასხვა ფსიქოლოგიურ სინდრომსა თუ აშლილობაზე, რაც ერთმანეთის აღქმაში, მათ შორის საკუთარი თავის შეცნობაში აუცილებლად აგვეხმარება. ამისთვის კი გამოიწერე კოდის YouTube არხი და გითხარი შენი მოსაზრება კომენტარის სახით. აბა, შეხვედრამდე.